Mr. Doar, thank you very much. ბატონო ბობ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. To us today. It's a pleasure to see you. დიდებულია ყოფნა. You lead one თქვენ of ვაშინგტონში the ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ანალიტიკურ ცენტრის ხელმძღვანელობთ. პოლიტიკის საკითხებში ხშირად აძლევთ რჩევებს შეერთებული შტატების ადმინისტრაციებს, მათ შორის რა თქმა უნდა ტრამპის ადმინისტრაციასაც. ამ ადმინისტრაციის საქმიანობის დასაწყისში ბევრი საუბრობდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იზოლაციონისტურ შეხედულებებზე და იმაზე, რომ ამერიკა უპირველეს ყოვლისა პოლიტიკა შეერთებულ შტატებს დანარჩენი სამყაროსგან გარიყავდა. მაგრამ ეს მთლად ასე არ მოხდა. როგორ ახსნით ამ რეალობას და როგორ ახასიათებდით ადმინისტრაციის დღევანდელ საგარეო პოლიტიკას. Well, I think it's very clear that President Trump is willing to assert American power around the world. ვფიქრობ სრულიად ნათელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი მზად არის განამტკიცოს ამერიკის ძალაუფლება მთელ მსოფლიოში. ამაში ეჭვი არავის ეპარება. ეს კი მას ავტომატურად გამორიცხავს იზოლაციონისტების რიგებიდან. ასე რომ ზედაპირული დახასიათება თითქოს ის ამერიკის ციხესიმაგრეში ჩაკეტვას ცდილობს, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არც მისი პირველი ადმინისტრაციის დროს იყო ასე, როდესაც ის კონკრეტულ შემთხვევებში სავსებით მზად იყო გამოეყენებინა ამერიკის გავლენა და ძალა მსოფლიოში. თავარი ის არის, რომ ის ამას ძალიან ფრთხილად აკეთებს და სურს დარწმუნდეს, რომ ამერიკის ინტერესები პირველ ადგილზეა. მას ასევე სურს დარწმუნდეს, რომ ჩვენით ფინანსურად არ ისარგებლებენ. რომ ხარჯების ან ზარალის უფრო დიდი წილი ჩვენ არ გვეკისრება, ვიდრე პროცესში ჩართულ სხვა რომელიმე მხარეს. მას სურს, რომ ეს სამართლიანი გარიგება იყოს. იქნება ეს ვენესუელაში, უკრაინაში თუ ირანში, პრეზიდენტი ტრამპი მზად არის გამოიყენოს ამერიკის ძალა ამერიკის ინტერესების წინ წასაწევად, ჩვენი მოკავშირეების დასაცავად და იმგვარი გავლენის პროექცირებისთვისაც კი, რაც კონკრეტულ ქვეყნებში უფრო გონიერი ლიდერობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ის აშკარად მზად არის ამისთვის. ასე რომ სტერეოტიპი მისი უკომპრომისო იზოლაციონისტობის შესახებ მცდარია. ის რთული პიროვნებაა და სიამოვნებით ვისაუბრებ მის ამ კომპლექსურობაზე, მაგრამ ის ნამდვილად არ არის იზოლაციონისტი. Now he is complicated and I'm happy to get into his complexities. But he's not an isolationist. When President Trump came to power the second time, his approval ratings both domestic. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ხელისუფლებაში მეორე ვადით მოვიდა, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მისი რეიტინგები საკმაოდ მაღალი იყო. ახლა ხან უყურებდი მონაცემებს პლატფორმა Real Clear Politics-ზე და თითქმის ყველა მიმართულებით პრეზიდენტ ტრამპის რეიტინგები გაცილებით დაბალია ვიდრე ადრე. გარკვეულ შემთხვევებში ამერიკელთა უმრავლესობა არ იწონებს მის არც საგარეო და არც საშინაო პოლიტიკურ ნაბიჯებს. როგორ ხსნით ამ ცვლილებას? As well as domestic politics. So how do you explain what happened? So the first thing to remember is he won a decisive victory in his second go around and he overcome. პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ მან 2024 წელს გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა. გადალახა უზარმაზარი წინააღმდეგობები, დაუპირისპირდა მოქმედ მმართველ პარტიას და გაიმარჯვა. ამერიკულ პოლიტიკასა და ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში ეს კლასიკური ისტორიაა. ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები პოლიტიკური კაპიტალის ხარჯვისა და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხშირად კარგავენ ამომრჩევლის ნაწილის მხარდაჭერას. ეს ყოველთვის ასე არ ხდება, მაგრამ სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ლიდერი, რომელიც აღარ აპირებს მომავალ არჩევნებში კენჭისყრას და აღარ იქნება საარჩევნო ბიულეტენზე, როგორც ჩანს, კიდევ უფრო ნაკლებად წუხს გამოკითხვის შედეგებზე. ის თავად საკმაოდ პირდაპირ ამბობს. მე ამაზე არ ვინერვიულებ. თუმცა მისი პარტია რეალური გამოწვევის წინაშე დგას მომავალ 2026 წლის ნოემბრის შუალედურ არჩევნებში, რაც გამოწვეულია იმ განცდით, რომ ამომრჩევლები აღარ არიან მისით ისე კმაყოფილნი, როგორც წარსულში. აქ ბევრი ფაქტორი თამაშობს როლს და მომავალი არჩევნები ძალიან საინტერესო იქნება. მაგრამ მოსაზრება, რომ პრეზიდენტ ტრამპის პოპულარობის კლება ინაუგურაციის ან არჩევის პერიოდთან შედარებით არის რაღაც უნიკალური ან უჩვეულო, უბრალოდ მცდარია. ასე ხდება ყველა პრეზიდენტის შემთხვევაში. ეს არის ფასი, რომელსაც იხდი, როდესაც ავლენ ძლიერ ლიდერობას და დგამ რადიკალურ ნაბიჯებს. ტრამპის შესახებ ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას. მან აიღო ის მანდატი, რომელიც მიიღო თავისი გადამწყვეტი გამარჯვებით, სადაც მისმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში და დაიწყო მასშტაბური თამამი ნაბიჯების გადადგმა. ეს კი ბუნებრივია, ოპოზიციას აძლევს შანსს მის წინააღმდეგ ამომრჩევლის მობილიზება მოახდინოს. მე ვიტყოდი, რომ როდესაც შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ მყოფი ადამიანები უყურებენ ამერიკას, უნდა გააცნობიერონ, რომ მთელ ამერიკას მხოლოდ პრეზიდენტი ტრამპი არ წარმოადგენს. ის არ გამოხატავს ამერიკის მთლიან სულისკვეთებას. ის პრეზიდენტია, მაგრამ ამერიკაში ბევრი ადამიანი მისგან სრულიად განსხვავებულად ფიქრობს. მიმაჩნია, რომ ამერიკელი ხალხი ბევრად უფრო მეტად უჭერს მხარს უკრაინას, ვიდრე თავად ტრამპი. ჩემნაირი ადამიანებისთვის, ვინც მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას,
ეს არის ის საყრდენი, რომელზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი სტრატეგია და გამოვიყენოთ ეს პოლიტიკური კაპიტალი. თუმცა პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უჩვეულო პრეზიდენტია. მისი განსაკუთრებულობა ისაა, რომ ის საერთოდ არ აქცევს ყურადღებას გამოკითხვებს. ის უბრალოდ ცდილობს აკეთოს ის, რაც კონკრეტულ მომენტში სწორად მიაჩნია. What he thinks is right on any given day. რა გავლენას ახდენს ის რესპუბლიკურ პარტიაზე? თქვენ მომავალი შუალედური არჩევნები ახსენეთ. So this is important history. President Trump has brought a lot of voters to the Republican Party. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია. პრეზიდენტმა ტრამპმა რესპუბლიკურ პარტიაში სრულიად ახალი ამომრჩეველი მოიყვანა. ესენი არიან მუშათა კლასის, საშუალო განათლების მქონე ადამიანები. ისინი ვისაც წარსულში ტრადიციულ დემოკრატებად მიიჩნევდით. სწორედ მისი ლიდერობის წყალობით გადავიდნენ ისინი პრეზიდენტ ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის მხარეს. ეს ელექტორალური ძალა კვლავაც მყარია და საარჩევნო რბოლაში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. დღეს რესპუბლიკური თუ კონსერვატიული პოლიტიკა წარმოადგენს ფართო კოალიციას. ერთის მხრივ მასში არიან ადამიანები, რომლებიც უფრო გვანან ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევრებს. ისინი ორიენტირებულნი არიან რეგულაციების შემცირებაზე, დაბალ გადასახადებზე, თავისუფალ ბაზარზე, გლობალურ სავაჭრო სისტემასა და საიმიგრაციო რეფორმაზე, რომელიც მიესალმება ახალ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში. ეს ჯგუფი, რომელიც რესპუბლიკური კოალიციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თანაარსებობს პოპულისტურ, უფრო ნაციონალისტურ და კულტურულად კონსერვატიულ ფრთასთან, რომელიც სრულიად ლეგიტიმური მიზეზების გამო შედგება მუშათა კლასის იმ ამერიკელებისგან, ვისთვისაც უპირატესი არ წმენა, ოჯახი და ტრადიციული ამერიკული ფასეულობები. ისინი სამ კოალიციის ნაწილი არიან. ახლა მთავარი კითხვა რესპუბლიკელებისთვის დემოკრატებთან ბრძოლაში არის, შეძლებენ თუ არა ამ ერთობის შენარჩუნებას და იმავე მაღალი აქტივობის მიღწევას, რაც ჰქონდათ წინა არჩევნებში, როდესაც ტრამპი თავად იყო ბიულეტენზე. პოლიტოლოგები აქ ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტში და სხვა კვლევით ცენტრებში მიიჩნევენ, რომ ეს ღია კითხვად რჩება, რადგან შუალედურ არჩევნებზე ამ კოალიციის მობილიზება ყოველთვის რთულია. შესაბამისად, პოლიტიკური პროგნოზისტები ვარაუდობენ, რომ დიდი შანსია წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვონ და არსებობს გარკვეული ალბათობა, რომ სენატშიც უმრავლესობით შევიდნენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება სიტუაცია, როგორიც ჩვენს ისტორიაში ბევრჯერ გვქონია. როდესაც პრეზიდენტი ერთი პარტიიდანაა, ხოლო კონგრესის ერთი ან ორივე პალატა ოპოზიციის კონტროლის ქვეშაა. ასე მუშაობს ჩვენი მექანიზმი. პირადად მე ეს მიდგომა მომწონს. მომწონს, რომ გვაქვს ეს ბალანსი და რომ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ გვიწევს ამომრჩეველთან მისვლა წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მესამედის გადასარჩევად. ამგვარად ამერიკაში პოლიტიკა მუდმივად ხალხის ნებაზეა დაფუძნებული. სწორედ ამიტომ არის ჩვენი სისტემა უფრო ძლიერი. ჩვენ მუდმივად ვთხოვთ ხალხს ჩვენი პოლიტიკის ლეგიტიმაციას. ეს ეხება ყველა იმ საზოგადოებას, სადაც სისტემის საფუძველი არჩევითი პოლიტიკა და თვითმმართველობაა, რაც რა თქმა უნდა არ ხდება რუსეთში, ჩინეთში, ირანსა თუ ჩრდილოეთ კორეაში. System, which of course is not really true in Russia and not true in China or Iran or North Korea. That's a very nice pivot to foreign policy now and America's role. ეს ძალიან კარგი გადასვლაა საგარეო პოლიტიკასა და ამერიკის გლობალურ როლზე. პრეზიდენტმა ტრამპმა ბევრი რამ შეცვალა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. თქვენი აზრით, სად დგას ამერიკა დღეს მსოფლიო ლიდერობის თვალსაზრისით? Internationally. We're the most prosperous country in the world in terms of GDP and size and growth of our economy, unquestionably. ჩვენ ცალსახად რჩებით მსოფლიოში ყველაზე აყვავებულ ქვეყნად მთლიანი შიდა პროდუქტის, ეკონომიკის მასშტაბებისა და ზრდის ტემპის გათვალისწინებით. ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით ჩინეთი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამოხრჩება. ჩვენი სამხედრო პოტენციალი კვლავაც ყველაზე მძლავრია მსოფლიოში. მართალია უკრაინის ომიდან სამხედრო მოქმედებების წარმოების თვალსაზრისით გარკვეული გაკვეთილები მივიღეთ, მაგრამ მაინც უპირატეს სამხედრო ძალად ვრჩებით. თუმცა ვფიქრობ ისიც რეალობაა, რომ ჩვენმა არამკაფიო პოზიციამ საკუთარ მიზნებსა და ფასეულობებზე, ისევ როგორც მოკავშირეების მიმართ გამოხატულმა ხისტმა ტონმა, გამოიწვია ის, რომ მსოფლიოში უფრო ნაკლებად პოზიტიურად აღვიქვამენ. ეს გარკვეულ სიტუაციებში სერიოზული გამოწვევა, რადგან ადრე თუ გვიან მოკავშირეების მხარდაჭერა დაგვჭირდება. ამ მიმართულებით ნამდვილად გვაქვს ხარვეზები გამოსასწორებელი. გარდა ამისა, ვგრძნობ, რომ შეერთებული შტატების, როგორც თავისუფლებისა და თვითმმართველობის მთავარი მედროშის როლი,
რასაც წინა პრეზიდენტები, ყველაზე თვალსაჩინოდ რონალდ რეიგანი, ასევე ჯონ კენედი და სხვები იცავდნენ, შესუსტდა. სამწუხაროდ, ტრამპის ადმინისტრაცია არ არის დემოკრატიული ფასეულობებისა და თავისუფლების აქტიური დამწინაურებელი. ისინი უფრო მეტად რეალური პოლიტიკისა და პრაგმატული მიდგომის მომხრენი არიან, სადაც ამერიკის ეროვნული და ბიზნეს ინტერესები წინ არის წამოწეული ცალკეული ქვეყნების თვითგამორკვევაზე ან თავისუფლებაზე მაღლა. ამ მიდგომის ლოგიკა მესმის, მაგრამ ამან შეამცირა ჩვენი ავტორიტეტი თავისუფლების მოყვარე ხალხში მთელ მსოფლიოში, რაც პირადად მე მაშფოთებს. თუმცა ჩვენ ადრეც გამოგვივლია მსგავსი პერიოდები და იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში კვლავ დაუბრუნდებით იმ პოზიციას, როდესაც უფრო აქტიურად და ღიად ვისაუბრებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის უპირატესობებზე ავტორიტარულ რეჟიმებთან შედარებით, ვიდრე ამას ამჟამინდელი ადმინისტრაცია აკეთებს. თუმცა მისი საგარეო პოლიტიკის სხვა ასპექტები ვფიქრობ საკმაოდ წარმატებული იყო. ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში შეუძლებელია ყველაფერი идеალურად იყოს. იღებ გარკვეულ პოზიტივს და ასევე გიწევს ნეგატივთან გამკლავება. უბრალოდ აგრძელებ მუშაობას და ცდილობ ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანო. თქვენ ახსენეთ თავისუფლების იდეალები და ამერიკული ღირებულებები. დღევანდელი პოლიტიკა განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან ზედმეტად ტრანზაქციული ჩანს. ამას გრძნობენ როგორც მოკავშირეები, ასევე შეერთებული შტატების ოპონენტები. ნებამომეც უფრო პირდაპირ კითხოთ. მიგაჩნია თუ არა, რომ ამ ეტაპზე ამერიკის საგარეო პოლიტიკა კვლავ ეყრდნობა ამერიკულ ფასეულობებს? Well, again, I look at the long story. ისევ და ისევ მე გრძელვადიან პერსპექტივას ვირჩევ. ვაანალიზებ ჩვენი ყველა პრეზიდენტის მოღვაწეობას და ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთელ ისტორიას. იყო აღმავლობები და დაღმასვლები, თუმცა 1945 წლიდან ან თუნდაც 1951 წლიდან შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ისტორიის გადახედვისას შეუძლებელია არ აღიარო, რომ შეერთებული შტატები მთელი მსოფლიოს ხალხებისთვის თავისუფლების, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის ზალა იყო. ასე რომ მე სწორედ ამას ვუყურებ. ამჟამად ყავს პრეზიდენტი, რომელიც სხვადასხვა საკითხზე ოდნავ განსხვავებულ აქცენტებს აკეთებს. მაგრამ როდესაც შევაჯამებთ უკრაინისთვის გაწეულ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას ომის მთელი პერიოდის განმავლობაში, რუსეთის შემოჭრიდან მოყოლებული, ვფიქრობ მაინც დაინახავთ, რომ შეერთებულმა შტატებმა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საქმეში. და ჩვენს მოწინააღმდეგეებთან და მსოფლიოში ჩვენს უდიდეს კონკურენტთან, ჩინეთთან შედარებით, ჩვენ სიმართლის მხარეს ვიდექით, ისინი კი არა. ევროპელებსა და სხვებს კი ვეტყოდი, რომ ამერიკაზე უფრო ფართოდ იფიქრონ, ვიდრე მხოლოდ ჩვენს პრეზიდენტზე ან კონკრეტულ მომენტში მოქმედ პრეზიდენტზე. იქნება ეს პრეზიდენტი ტრამპი თუ სხვა ვინმე. წარსულში სხვა პერიოდებშიც მინახავს სტატისტიკა, როდესაც ამერიკა არც ისე კარგად ეპყრობოდა თავის მოკავშირეებს, ან ავრცელებდა ისეთ გზავნილებს, რაც ხალხს შეერთებული შტატების მიმართ თავს ნაკლებად კომფორტულად აგრძნობინებდა. თუმცა ის მაინც რჩება იმ ადგილად, სადაც ადამიანებს ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტად სურთ ჩამოსვლა მოქალაქეობის მისაღებად და ცხოვრების დასაწყებად. ადამიანებს შეუძლიათ გული აუცრუდეთ შეერთებულ შტატებზე. მე ასე არ მიმართება და არც უშვებ ამას. მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ მოსწონთ მოქმედი პრეზიდენტის უახლესი განცხადებები, იქნება ეს ტრამპი, ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თუ სხვა ვინმე, მაგრამ მე უფრო დიდ სურათს ვუყურებ. Most recent remarks of the current president, whether it's Trump or Biden or anyone. But I look at the bigger picture. რას ურჩევდით პრეზიდენტ ტრამპს უკრაინასთან დაკავშირებით? I would tell him, as our scholars have told him, that he should support them. ვეტყოდი, რომ როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური მხარდაჭერა უნდა გაუწიოს. მან იგივე უნდა მოითხოვოს ევროპისგან და ასევე თავდაცვის ხარჯების 5%-ამდე გაზრდა. გარდა ამისა, ვურჩევდი დაგმოს ვლადიმირ პუტინის ქმედებები.